გუშინ დღე ექსპერიმენტებით დავიწყეთ. ბარბარე ჯორჯაძის 2 რეცეპტი გავაერთიანე და არც მეტი და არც ნაკლები იხვი გამოვაცხე ვარდის სოუსით. ვახუმად შეიტანა პატარა ცვლილება და გოგრას შიგთავსად ინდაურიც მოუმზადა. ჩემი დესერტი ტრადიციული, რეცეპტის მიხედვით. ყავის და ნუშის ტორტი ზუსტად ისეთი, როგორიც თავად აზნაურობის მდიდარ სუფრას შეეფერებოდა. დღესაც ვაგრძელებთ კულინარიულ აღმოჩენებს. ვამზადებთ კიბორჩხალას ბადრიჯნით. კეთზე ვწვავთ მწყერს, ქიშმიშის და თაფლის სოუსით. და ვაწყობთ ბატკნის ბარკალს ყომშით, დარიჩინის და ილის სანელებლებით, ძველი ქართული რეცეპტების მიხედვით. გამომწვარი მწყერი კეთზე, თაფლის და ქიშმიშის სოუსით. ჩემთვის ყველაზე საინტერესო კერძი ბარბარე ჯორჯაძეს რეცეპტები. ვამზადებ ბარბარე ჯორჯაძეს რეცეპტით მწყერს. ეს არის ტკბილი სოუსით, მზადდება ძალიან მარტივად და საინტერესოა. გვჭირდება თეთრი და შავი ქიშმიში და რა თქმა უნდა თაფლი. პირველ რიგში დავანთოთ ცეცხლი. პირველ რიგში მოვამზადებ სოუსს. სოუსისთვის გვჭირდება კარაქი ან ერბო. დაახლოებით 50 გრამი. ბარბარე ჯორჯაძე რეცეპტებში ყოველთვის იყენებს ერბოს, სოფლის ერბოს. ჩვენ ცოტათი შევცვალეთ და ვამზადებ კარაქით. კარაქი თითქმის დადნა. აქ მაქვს თეთრი ქიშმიში, ჭირდება დაახლოებით 30 გრამი, ასევე შავი ქიშმიში. ცოტა კარაქში მოვშუშავ. როგორც კი ქიშმიში დარბილდება და გაიბერება, ეგრევე ჭირდება თაფლი. თაფლი ერთი კარგი დიდი სუფრის კოვზი. ამოურევ კარგად, ცოტა ქათმის ბულიონი. ცეცხლს დავუწევ. მე მგონი ცოტა თაფლი კიდევ სჭირდება. როგორც კი წამოდუღდება, ეგრევე გამორთავ. ამასობაში ავიღებ კეთს. სოუსს გამორთავ. ავიღებ მწყერს, მარილს მოვაყრი ორივე მხრიდან. რეცეპტის მიხედვით ეს კერძი მზადდება ქათმით. მე შევცვალე ქათამი მწყერით, უფრო საინტერესო რო იყოს და ვაცხობ ღუმელში. ცოტა ცხიმი და ზემოდან მოვასხავ სოუსს. თანაბრად გადავანაწილებ. დავუმატებ ქათმის ბულიონს. დაახლოებით 2 სუფრის კოვზი საკმარისია. და გამოვაცხობ ღუმელში. ვაცხობ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. გენიალური. რა კარგია. წერი თაფლის და ქიშმიშის სოუსში მზად არის. დროა გავსინჯო.
соусში ამოვავლებ. ხორცი არის ძალიან რბილი და ტკბილი. ქიშმიში მინდა გავსინჯო. მოამზადეთ სახში. ქათამსაც ძალიან მოხდება. პომიდორს და მობრაწულ ბადრიჯანს გამოვაცხობ კიბორჩხალასთან ერთად. ბარბარე ჯორჯაძისეული რეცეპტით. პირველ რიგში გასწავლით, როგორ ამოვაცოლოთ ხორცი ლობსტერს. ეს არის 400 გრამიანი ლობსტერი, უკვე წინასწარ მოხარშულია. ძირითადად ყველაზე მეტი ხორცი აქვს კუდში და საცეცებში. პირველ რიგში ვტეხავთ აი ამ ნაწილში. ჯერ ვასუფთავებთ კუდს. აი ესე დავიჭიროთ ხელით. და გესმით როგორ გადაწყდა. ეხლა მარტივად ეს არის ყველაზე გემრიელი ნაწილი. აი რამდენი ხორცი აქვს კუდში. თითქმის ყველა ესეთ პატარა ნაწილებში ლობსტერს აქვს ხორცი. კუდშიც კი, აი აქ ბოლოში. ეხლა საცეცები. რადგან ძალიან მაგარი აქვს აი ეს ნაწილი საცეცების, ძირითადად სპეციალური სამტვრევით ტეხავენ ხოლმე საცეცებს, მაგრამ შეიძლება დანის დახმარებითაც ზუსტად ცენტრში აი ესე ჩავტეხოთ. ამას არანაირი სპეციალური მოწყობილობა არ ჭირდება. აი ესე მარტივად აი ეს არის სულ ხორცი. აი ესე ამოვიღეთ მთლიანად ხორცი. გადავტეხოთ. აი აქაც ყველგან ლობსტერს აქვს ხორცი. ეს არის კიბოსებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი წარმომადგენელი. ამიტომაც ამ კერძისთვის მე ავირჩიე ლობსტერი. ვაგრძელებთ. დარჩა თავის და მუცლის ნაწილი, რომელიც აი ესე იხსნება, შეგიძლიათ ამოიღოთ ხორცი. უბრალოდ ამ ნაწილს საკმაოდ სპეციფიური გემო აქვს, ამიტომაც ამ კერძისთვის ეხლა არ ვიყენებ. მივიღეთ 400 გრამიანი ლობსტერიდან დაახლოებით 100-120 გრამი ხორცი. გავძენძოთ ხორცი. ბარბარე ჯორჯაძის წიგნში აღმოვაჩინე, რომ ბევრად უფრო საინტერესო და მივიწყებულ ინგრედიენტებს იყენებდნენ, ვიდრე ჩვენ ეხლა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემთვისაც ეს აღმოჩენა იყო. ხორცი მოვამზადეთ. ეხლა ვიწყებთ ბადრიჯნის შეწვას. დავჭრათ ბადრიჯანი. გავჭრათ შუაზე. და ესეც სქელ ნაწილებად ჩამოვჭრათ. დამჭირდება 2 საშუალო ზომის ბადრიჯანი. ბადრიჯანი და ლობსტერი მეც პირველად უნდა გავსინჯო. ძალიან მაინტერესებს ისე ერთმანეთს როგორ მოუხდება. ავანცოთ ცეცხლი. ჩავაგდოთ 50 გრამი კარაქი. ბარბარა ჯორჯაძეს წიგნში ბარბარე იყენებს ერბოს, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ უფრო რბილი გემო მიმეცა ამ კერძისთვის და კარაქით ვამზადებ. სანამ კარაქი ბოლომდე გადნება,
ამოვავლოთ ბადრიჯანი ფხვილში. უფრო ხრაშუნა გარს გაიკეთებს ფხვილში ამოვლებული ბადრიჯანი და რო დაიბრაწება ოქროსფერი იქნება. დაახლოებით 5 წუთი მოვბრაწოთ კარგად ბადრიჯანი, ისე რომ დარბილდეს და გარედანაც ხრაშუნა იყოს და შემდეგ უკვე დავიწყებთ აწყობას. აი ესეთი ფერი უნდა მიიღოს ყველა ბადრიჯანმა. ესეთი ოქროსფერი. შეგვიძლია მოვაყაროთ უკვე მარილი. მარილი გემოვნებით, რა თქმა უნდა. ბაჰარი, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულ არომატს მიცემს კერძს. ლობსტერი, ბაჰარი, ბადრიჯანი, მე მგონი ძალიან საინტერესო რეცეპტია. და დაფნის ფოთოლი. 2 ცალი. ბადრიჯანი მოიხრაკა კარგად. გამორთოთ ცეცხლი, ცხიმიანად გადმომაქვს აი ესეთ კერამიკულ ფორმაში. თელ ძირზე გადავანაწილოთ ბადრიჯანი. მოვაყაროთ კიდე ცოტა ბაჰარი. დავალაგოთ 1 ფენა ლობსტერის ხორცი. და ბოლოს პომიდორი. აი ესეთ ხელფენებად დავჭრათ და დავალაგოთ ზემოდან. შეიძლება ისე ვიზუალურად სხვანაირი იყო ეს კერძი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პომიდორის ეს ფენა გემრიელ წვენს გაუშვებს და კიდევ უფრო გემრიელი იქნება კერძი. მოვაყაროთ მარილი ცოტა და გამოვაცხოთ ღუმელში. ვაცხობთ 200 გრადუსზე 15-20 წუთით. გამოცხვა ძალიან საინტერესო და განსხვავებული არომატი აქვს კერძს. ჯერ კიდევ დუღს ფორმაში. უფრო გავსინჯო. ძალიან ბევრი წვენიც გაუშვა. ლობსტერის ხორციც. ეხლა მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან მაგარია. მართლა თურმე ძალიან უხდება ლობსტერი და ბადრიჯანი ერთმანეთს. ძალიან საინტერესო, ძალიან განსაკუთრებული, თანაც მარტივი რეცეპტი, რომელიც აღმოვაჩინეთ ძირძველი ევროპულ-ქართული რეცეპტებიდან. ბატკნის ბარკალს მოვათავსებ ღუმელში. პარალელურად კომს და ხავს მოუშუშავ ილის და დარიჩინის სანელებლებით. და ამ არომატულ გარნირს ნახევრად გამოვცხვარ. ბატკნის ბარკალთან ერთად დავასრულებ ღუმელში. რა თქმა უნდა, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტი. ვამზადებ ჯორჯაძის რეცეპტით ბატკნის ბარკალს.
კომშით, ხახვით და რაც მთავარია ყველაზე საინტერესო, ილით და დარჩენი სუნელით. მაშასე, პირველი ნაბიჯი. ბატკნის ბარკალი ჩავჭრა, ცოტა ეს კარგი ბატკნის ბარკალია, აქ ზედა ფენა ქონის, ჩაუჭრი და ღუმელში გამოვაცხობ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ცოტაოდენი ზეთი. ბატკას თავისი ქონი აქვს. მარილი გემოვნებით. და ღუმელში 20 წუთით. $180 გრადუსი 20 წუთი. ბატკნისთვის მოვამზადებ ხახვის და კომშის გარნირს. კომში უნდა გავჭრათ შუაზე, გავასუფთავოთ კურკებისგან. დაახლოებით 3-4 ცალი კომში საკმარისია. გავფრთხილ ხახვს, ასევე საშუალო ზომის 4 ცალი ხახვი. კომშს და ხახვს დავჭრი ნახევარფარებად. ავანთებ ცეცხლს, ტაფა, კარაქი. კარაქი დაახლოებით 100 გრამი, ცოტაოდენი ზეთი, დაახლოებით 20-30 მილილიტრი. ხახვს ვჭრი დიდებად, ნახევარფარებად. კარაქი დადნა, ხახვს ჩავყრი და დავიწყებ კომშის ჭრას. კომშიც ასევე ნახევარფარებად. კარგად ამოურევ, ცეცხლს დავუწევ. ყველაზე საინტერესო ინგრედიენტი ამ კერძში არის ჩემთვის ილი. ილი არის ძალიან ძაფრი და სურნელოვანი სუნელი. ჭირდება დაახლოებით 15 ცალი. ილი კარგად დავნაყე და მოვაყრი კომშს და ხახვს. იქნება არომატული და გემრიელი კერძი. ასევე სჭირდება დარიჩინი, დაახლოებით ნახევარი სუფრის კოვზი და შაქარი. შაქარი 3 კარგი სუფრის კოვზი. კარგად უნდა ამოურიო. და უნდა გამოვთო. დაველოდები ბატკნის ნახევარ შეწვას, ამას დავამატებ და ბატკნის წვენში გამოწყობა კომშიც და ხახვიც. კარგად იბაცება. ბატკანი თითქმის დასრულებულია. მოვაყრი კომშის და ხახვის გარნირს არომატული ილის და დარიჩინის სუნელებით. ეს ყველაფერი ახლა ჩაიშუშება ბატკნის ცხიმში. ნამდვილი ძველი ქართული რეცეპტით. ტემპერატურა იგივე 170-180 გრადუსი და დაველოდებით 15 წუთი. შვენიერი. რა კარგია. ეხლა ამას აქედანვე შევჭამდი, მაგრამ გადმოვიღებ, დავჭრი და თეფსზე გადმოვიღებ. ნახე, ახლა შუნაა ზემოდან ქონი რო ქონდა, ძალიან კარგად შეიწვა.
ბატკანი კომშის და ხახვის გარნიერით მზად არის, დროა გავსინჯოთ. ბატკანი ზემოდან ხრაშუნაა, შიგნით ხა გავიგე. ეს დრბილი უნდა იყოს. ბატკანი ძალიან გემრიელია. ხახვი და კომში მაინტერესებს მართლა გითხრათ. ილი და დარიჩინი ძალიან უხდება ხახვს და კომშს. თავისებური სიმძაფრე აქვს, არომატი აქვს და მოკლედ ქართული სამზარეულო ნამდვილად მდიდარია არომატებით და გემოებით. ღუმელში შევაგდებ დაახლოებით 20 წუთით. ეს რა. ვამზადებ ძალიან დავიწყო თავიდან. არა, ხორ ბილდებ. არა, ხორ ბილდებ. არა, ხორ ბილდებ. არა, ხორ ბილდებ. ავთქვიფოთ კარ კამერაზე დავი. კამერაზე ვიფიქროთ ტორტზე. ტორტი თუ კამერა. გადაღება, გენაცვალე, გადაღება. გადაღება. თომაბრაზე. არ გაჭმევ ამ ტორტს. წვრილად დაჭრილი ხახვი დაურიოთ. იგელში ბიჭო, ეს სტოპ. აღარ შემიძლია. ბატკნის ბარკალს მოვათავსებ ხუმელში. ჩემ პროდიუსერებს, ჩემს რეჟისორებს. აი, მაცალე ხავ კითხულობ წიგნს. გავიხსენებ ყველასთვის საყვარელ და მივიც. ო, რატო ვეღარ ლაპარაკობ?